ქვეყანაში გრიპის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ექიმების ინფორმაციით, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მძვინვარებს მეტაპნევმოვირუსი. იგი განსაკუთრებით საშიში 5 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 65 წელს გადაცილებულთათვის არის. ეს ვირუსი გავრცელებული არის ჩინეთში და ზოგიერთ რეგიონში ერთგვარი პანდემიის სახეც მიიღო. რა სიმპტომები და გართულებები ახასიათებს მეტაპნევმოვირუსს და შეიძლება თუ არა იგი შევადაროთ COVID-19 თემაზე ვრცლად პედიატრ ანა ქადაგიშვილთან ერთად ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა რომ დრო გავანახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. რა სიმპტომები ახასიათებს მეტაპნევმოვირუსს და რატომ არის განსაკუთრებით საშიში იგი ბავშვებისთვის? მეტაპნევმოვირუსი ეს არის ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექცია, რომელიც აირწვეთოვანი გზით გადაეცემა, მაგრამ კავშირი COVID-სა და მეტაპნევმოვირუსს შორის, როგორც მითიურად გავრცელდა ეს მოსახლეობაში, არ არსებობს. ეს ვირუსი აღმოჩენილი იქნა 2001 წლიდან და იგი ჩვეულებრივ ვირუსად მოიაზრებოდა, როგორც A და B ტიპის ვირუსი, თუმცა 2016 წლიდან ის გამოეყო ცალკე სახეობად და დაფიქსირდა როგორც მეტაპნევმოვირუსი. დღესდღეობით აღმოჩენილი იქნა გამძვინვარებულია ეს ვირუსი ჩინეთში, ზოგიერთ რაიონში საკმაოდ ისეთი სახე მიიღო, ეპიდემიურად გავრცელდა მოსახლეობაში და ჩვენშიც არის დაფიქსირებული შემთხვევები. თუმცა მეტაპნევმოვირუსი არ არის ისეთი საშიში და ისეთი რაღაცა განაჩენი მოსახლეობისთვის, ეს არის ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექცია, რომელიც ხასიათდება იგივე სიმპტომებით, როგორც მწვავე რესპირაციული ინფექციური დაავადება, რესპირაციული სინციტიური ვირუსით გამოწვეული სიმპტომატიკა აღინიშნება მას, მაგრამ განსხვავდება სხვა ვირუსებისგან, მისთვის დამახასიათებელია შემციუნება, მაღალი ცხელება, ასევე შეშუპება, ცხვირის გაჭედილობა და მნიშვნელოვანია ისიც, რომ დამახასიათებელია ძილიანობა, ლეთარგია და პაციენტი არის საკმაოდ დასუსტებული. მოსახლეობაში არის განვითარებული, გამძვინვარებული ეს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, აი მცირეწლოვან ბავშვებში, 5 წლამდე ბავშვებში არის გავრცელებული და დაფიქსირებული შემთხვევები, თუმცა ბავშვს აქვს მყარი იმუნიტეტი შედარებით მოზრდილებისგან ამ შემთხვევაში და ბავშვი, რომელიც არის უფრო ძლიერი იმუნიტეტის მქონე, მისთვის ნაკლებად საშიშია ეს დაავადება, გამოიხატება 3-5 დღის განმავლობაში გაგრძელდება იგი და იოლ ფორმებში გადაიტანება. მეტაპნევმოვირუსი, HMP ვირუსი, რომელიც მიმდინარეობს რაღაცა 3-4-5 დღის განმავლობაში, თუ ის იოლ ფორმებში მიმდინარეობს, მისი მკურნალობა მოხდება სიმპტომური საშუალებებით კონკრეტულ პაციენტს, რომელი სიმპტომიც აღენიშნება. ეს არის ხველა, ცემინება, ანტიპირეტული საშუალებები შეიძლება ჩავთოთ, სიცხის დამწევის საშუალებები, და როგორც აღნიშნე, გადადის ცხვირცემინებით, გადადის ხველით და ვირუსით დაინფიცირებული ზედაპირებიდან. ასე რომ ეს მეტაპნევმოვირუსი არის, აი მნიშვნელოვანია ისიც აღნიშნა, რომ ზედა და ქვედა სასუნთქი ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადება ანთებითი პროცესია, რომელიც შეიძლება გართულდეს ბრონქიტით და პნევმონიით ისეთ პაციენტებში, რომლებიც მოიაზრებიან რისკის ჯგუფის პაციენტებად, ესეთები არიან ბავშვები, ახალშობილები, მეძოზური დედები, გულსისხლძარღვთა სისტემის და შაქრიანი დიაბეტის მქონე, ანუ ქრონიკი პაციენტები და ასე შემდეგ. როგორც ახსენეთ, მეტაპნევმოვირუსი გავრცელებული არის ჩინეთში და მოსალოდნელი არის თუ არა, რომ ამ ვირუსმა საქართველოშიც ეპიდემიის სახე მიიღოს. სავიზო რეჟიმი, როგორც არის გახსნილია ეს გზები და ესეთი თავისუფალი მიმოსვლა მიმდინარეობს და შესაბამისად ნებისმიერი ვირუსული ინფექცია ვრცელდება აი მიგრაციის საშუალებით და ესეც შესაძლებელია, რომ საქართველოშიც ეპიდემიის სახე მიიღოს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ძალიან საშიში ვირუსი, არ მოიაზრება როგორც COVID ინფექცია, პანდემიის საშიშროებაც, როგორც კვლევებით დადასტურებულია და არ არსებობს დღესდღეობით, ყოველ შემთხვევაში აი ეპიდემიური გავრცელება აქვს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის მკვეთრად მაღალი პროცენტული რაოდენობაა ჩინეთში გავრცელებული და ვინაიდან ჩვენი ეს მოსახლეობა თავისუფალი მიმოსვლით არის ჩინეთთან დაკავშირებული, ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით შეიძლება მან მიიღოს ეპიდემიის სახე, რა თქმა უნდა. ქალბატონო ანა, მეტაპნევმოვირუსის გარდა ქვეყანაში გავრცელებული არის ღორის გრიპიც და თბილისის კლინიკები გადავსებული არის. რა მდგომარეობა არის ჩვენს მუნიციპალიტეტში?
მე როგორც მოქმედი ექიმი, მოქმედი პედიატრი, ოჯახის ექიმი, ვიტყვი იმას, რომ არის გავრცელებული ღორის გრიპიც, H1N1 ტიპის ვირუსი, ანუ B ტიპის ვირუსიცაა გავრცელებული, უფრო მეტად არის A ტიპის ვირუსი, რომელიც არის ჩვეულებრივი რესპირაციული სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექცია, ასევე ადენოვირუსული დაავადებაა გავრცელებული, პარაგრიპი, გრიპი, ყველა დაავადება, თუმცა ღორის გრიპის შემთხვევები უფრო იოლად გადაიტანება, რადგანაც არსებობს მისი საწინააღმდეგო ჩვეულებრივი მედიკამენტი ოზელტამივირი, ეს არის ტამიფლუს სახელწოდების, რომელიც დოზირებულად შეიძლება დაინიშნოს როგორც ბავშვებში, ისეთ მოზრდილ მოსახლეობაში. პრევენციულ ღონისძიებად, როგორც ვაქცინაცია, ისევე მოიაზრება ხელების დაბანა, პირბადის ხმარება თავსაზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ხელების დაბანასთან ერთად ცხვირის, პირის ღრუს მასიურად, ინტენსიურად ჩამობანვაც ასევე, რომ განთავისუფლდეს ორგანიზმი ვირუსებისგან. როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი აქვს თუ არა ღორის გრიპი, რა სიმპტომები ახასიათებს და რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს პაციენტმა ტამიფლუ, როგორც ვიცი, ხშირად მშობლები თავს იკავებენ, რომ შვილებს ეს მედიკამენტი მისცენ. მაღალი უკონტროლო ცხელება არის დამახასიათებელი და ანტიპირეტული საშუალებები ნაკლებად მოქმედებს მაღალი ცხელების შემთხვევაში კუნთების, სახსრების ტკივილი, ასევე ნებისმიერი ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა აღინიშნება, მაგრამ ძალიან სწრაფად ქვედა გზებში ვრცელდება და რთულდება პნევმონიით და ბრონქიტით. პირადად მყოლია ასეთი პაციენტი, რომელიც გაწერილი იქნა სტაციონარში და ეს უბრალოდ მივხვდი, რომ იყო ღორის გრიპი და მართლა დაუდასტურდა. ასევე ჩვეულებრივად დადასტურება, როგორც წეგან აღნიშნე, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხდება ის, მაგრამ ვიტყვი ერთსაც, რომ თუ მსგავსი სიმპტომატიკა მკურნალმა ექიმმა აღმოაჩინა, თუ ის დანიშნავს ოზელტამივირს, ანუ ტამიფლუს, დოზირებულად ეს დანაშაული არ იქნება და დასაწყისიდანვე, იმიტომ რომ პრევენციულ ღონისძიებად ითვლება ესეც, რა თქმა უნდა, ანტივირუსული საშუალება, იმიტომ რომ არ გამძვინვარდეს ეს ვირუსი კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც გართულება მოყვება ღორის გრიპს, ამ შემთხვევაში კომპლექსურადაც ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთადაც შეიძლება დაინიშნოს ოზელტამივირი ასევე. დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის. ჩვენი სტუმარი იყო პედიატრი ანა ქადაგიშვილი.